როგორც თქვი, პირველი ბრძოლის დროს ტრავმა ჰქონდა. ეხლა რა სიტყვი, როგორ ჩაიარა მზადებამ? ძალიან კარგად ჩაიარა მზადებამ. შვენივრად გრძნობ თავს და ველოდები შაბათს. გაჩვენეთ რა შემიძლია. არ იყო ჩემპიონი, შენ ჰქონდა საშუალება 5-ვე რაუნდში შეგეფასებინა ის. რა თქმა უნდა, მის მერე მერაბი ჩემპიონის გახდა და რამოდენიმეჯერ დაიცვა ტიტული. გიფიქრია იმაზე, რომ ამდენი დრო დაგჭირდებოდა რევანშისთვის. რა თქმა უნდა, მერაბიმ დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ დაემტკიცებინა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა დივიზიონში. ასევე მეც დავამტკიცე ჩემი ბრძოლებით, რომ ვიმსახურებ მასთან ბრძოლას. შენ კარიერაში ეს მესამე რევანშია, ქონდა რევანში მაგომედოვთან, ალჟოსთან და მაინტერესებს პირველი შეხვედრიდან შენთვის რამე ახალი თუ გაიგე. ფიქრობ ორივეს მეტი ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთზე პირველ ბრძოლასთან განსხვავებით. რომ ავიღოთ ჩემი რევანში მაგომედოვთან ან სტერლინგთან, ნახეთ რომ უკეთესი ვიყავი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მერაბთანაც რევანში იგივე მოხდება. ასევე ვთვლი, რომ სტერლინგთან რევანში გავიმარჯვე. მისმა უკან ჩახუტებულ ბრძოლის სტილმა კი ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ ამის მიუხედავად ვთვლი, რომ მაინც გავიმარჯვე. წარმოიდგინეთ, მთელი დედამიწის გადმოფრენა მიწევს იმისათვის, რომ ვეჩხუბო საკუთარ სახლში სტერლინგს ან მერაბს. წარმოგიდგენიათ, რამდენი კილომეტრის გადალახვა მიწევს? რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ძნელია. ჩვენ ტაილანდში შოუ ჰქონდა. იქ მე და მერაბი უნდა ყოფილიყავით ტრენერები. მას ბილეთებიც უყიდეს, მაგრამ ბოლო მომენტში იდვალიშვილს შეეშინდა და არ ჩამოვიდა. თავის მაგივრად სტერლინგი გამოუშვა, რომელსაც ერთი თვე ვაწვალებდი. იქ ალჟოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა? კი, ალჟო ნორმალური ბიჭია. გრძნობ რამე წნეხს ბრძოლის წინ? სულ ღიმილი მინდა და კარგად გრძნობ თავს, არ ვიცი რას დაუკავშირო, ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ, თუ ზოგჯერ ლოხა არ გამაბრაზა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის გამარჯვება? 100% თუ მნიშვნელოვანესია ჩემთვის და ჩემი კომაგებისთვის. დვალიშვილმა 4 კემპი გაიარა, 4-ჯერ იბრძოლა. ფიქრობ ეს მასზე როგორმე იმოქმედებს? გამახსენეთ, სად იბრძოდა მერაბი? უმეტესობა აქ, მგონი ყველა. ყველა ჩხუბი აქ ლას-ვეგასში. უმართან ლოს-ანჯელესში იყო. ლოს-ანჯელესამდე რამდენი ხანი უნდა იფრინო? 4 საათი. 4 საათი, ჩათვალე აქვეა. სახლში ყოველ შაბათ-კვირას შემიძლია ვიჩხუბო უკანა ეზოში. აქ ცხოვრობენ, აქ ჩხუბობენ. 2018 წელს UFC-სთან კონტრაქტი რომ გავაფორმე, ერთ წელიწადში 4-ჯერ ვიჩხუბე. სახლში რო ყოფილიყავი, 10-ჯერ ვიჩხუბებდი, ძმაო. ტაილანდში ალჟოს საჩუქარი გაუკეთე. შენ მას ოსკარის ქანდაკება აჩუქე, როგორც მსახიობს. დვალიშვილსაც რამეს ხო არ უმზადებ? კაი იქნებოდა მერაბსაც იგივე მუხლით საჩუქარი. დვალიშვილს თვლიან ამ წონაში ყველაზე დიდებულ სპორტსმენს. იზიარებ შენ ამას? დვალიშვილმა ბევრი იმუშავა, რომ დაემტკიცებინა ეს. ის UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დებილი უნდა იყო, რომ თქვა ეს ესე არ არისო. ფაქტებს უნდა დაუჯერო. ამიტომ ეს ჩემთვის პირიქით მოტივაცია არის. წარმოიდგინეთ, შაბათს იანი ზუსტად ესეთ მაგარ მერაბს ცემს. წარმოიდგინეთ, როგორია ეს ჩემთვის. კარიერის დასაწყისში 8 თვეში 4 ბრძოლა ჩაატარე. 11.5 თვეში გამოგივიდა 5 შეხვედრა. შენი ტემპი იყო მაღალი და საათიდან კითხულობ? კი. მეთქი ეს რა არის? ტექნოლოგიები, ძმაო. ხო და ამ გიჟური ტემპის ფონზე მე-4 შეხვედრაში რამე უკუსლას თუ გრძნობდი და როგორ გრძნობდი თავს მე-5 ბრძოლაში? კარგად გრძნობდი თავს. ეს ჩემი პირველი წელი იყო UFC-ში, პლუს ამას 2 მშიერი მენეჯერი მყავდა. გონი პირველი ვიყავი ორგანიზაციაში, ხო სწორედ ვიძახი. აგეთ დენიც, აქ ჩუმაძის, დღეს ის მერაბის მენეჯერია. ხო და ესეთი მშივრები იყვნენ, რომ ყველა ტურნირზე მაწვებოდნენ. საშუალება რო ქონოდათ, მე-6 ჩხუბზეც გამიყვანდნენ. თუ მოიგე რევანშის საშუალებას მისცემ მერაბს? რა თქმა უნდა, წინასწარ ვიტყვი, რომ ის ნებისმიერ რევანში მსახურებს, UFC-ც რა თქმა უნდა ამას ხელს შეუწყობს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ეს მართლა უმაგრესი რევანში იქნება. რას ფიქრობ სპორტსმენებზე, რომლებიც 2026 წელს იბრძოლებენ? ომელი, მერაბი, სონგიადონგი და ასე შემდეგ. რა უნდა ვიფიქრო? ყველა ნაცემი მყავს, ძმაო. ბევრი თვლის, რომ შენ ომელი დაამარცხე. მასთან ხომ არ ისურვებდი რევანშის ჩატარებას? ამ ეტაპზე ჩემს ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული და არ ვფიქრობ ომელიზე. მე ხო არ ვაორგანიზებ ბრძოლებს, ამას UFC აკეთებს და თუ ისინი შემომთავაზებენ, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ. ვიცით რომ ამ 1 წელიწადში 4 ბრძოლის ჩატარება გინდოდა და ეს დღეც დადგა. არ გიკვირს ყველაფერი ასე იდეალურად რომ მოხდა?
ჩემი მიზანი იყო ამ წელს ყოფილიყავი დაკავებული UFC-ს მადლობას უხდი ამის საშუალებისთვის, რადგან მე ამისათვის მზად ვიყავი. ერთადერთი რაც დამრჩენია ეს არის წონის ჩაბარება და ბედნიერიც ვიქნები. წონის კლება როგორ მიმდინარეობს? როგორ გრძნობ თავს? ეს მარტივი არ არის, ძნელი საქმეა ყოველთვის. უფრო ფსიქოლოგიური თამაშია, მაგალითად 4 შაბათს ცოტა შეუძლოთ ვიყავი, მაგრამ დღეს კარგად გრძნობ თავს. ყველაფერი კარგად იქნება. მზადების დროს რამე პლუსები ან მინუსები ხომ არ გამოყავი შენთვის? ფაქტია, რომ დიდი შრომა ჩადე კემპში. არ მაქვს პრობლემები მზადებაში, ვარჯიში, დისციპლინაში, კი რაღაცა ტრავმები მქონდა, არ მიყვარს წუწუნი, ყველაფერი მოვაგვარე. ამ თემებზე მხოლოდ ექიმებს ვესაუბრები. ჩემთვის ყველაზე რთული მხოლოდ წონის კლებაა, დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. რა მიზანი გაქვს ამ შეხვედრაში? წინა ბრძოლაში დომინირებდი და ამ პლანკას ალბათ არ დაუწევ. ალბათ ეს წნეხია შენთვის. რა არის საჭირო უფრო ეფექტურად ბრძოლისთვის? მე მისი დაფინიშება მინდა, ძნელი იქნება, რადგან მას ესე არ წაუგია. ეს იქნება ჩემი მეოთხე სარეკორდო გამარჯვება ამ წელიწადში. ყველა გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვის და გუნდისთვის. მინდა UFC-ს კომაგებს ლამაზი ბრძოლა ვაჩვენო. კი, წინა შეხვედრაში ჩვენს შორის კაი ჩხუბი იყო, მაგრამ მინდა უკეთესად გამოვიდე, მინდა უფრო დავიხვეწო, ყოველთვის ვცდილობ განვითარდე. მგონი ბოლო შეხვედრა პატარა გალიაში იყო, ეხლა სრულფასოვანი ოქტაგონია. ეს შენზე მოქმედებს და ვის უფრო აწყობს. სიმართლე გითხრა არ ვიცი. კი, წინაზე პატარა ოქტაგონი იყო, მნიშვნელობა არ აქვს, მებრძოლი ვარ და ეს ჩემთვის ნორმალურია. ყოველთვის ვიპოვი კედელს, მუდმივად წნეხში მეყოლება მეტოქე და დამიჯერეთ, მოუნახავ გამარჯვების საშუალებას. მოგწონს შენს დივიზიონში ასეთი აქტივობა. მომავალ თვეში კაი ბრძოლები დაიგეგმა, მაგალითად ზახაფის უნდა შენთან შეხვედრა, დარწმუნებული ვარ იგივე ბევრს უნდა. კი, ზახაბის გრძელი გამარჯვებების სერია აქვს, ეს კარგია. სონია დონგი კი შონ ომელის შეხვდება. თუ დონგი მას დაამარცხებს, მე ომელის გულშემატკივრობ, მაგრამ თუ დაამარცხებს, შევხვდები უპრობლემოდ. არიან დივიზიონში კიდევ ბიჭები, რომლებსაც წინ ბრძოლები აქვთ. არავისზე უარს არ ვიტყვი, უბრალოდ ეხლა ფოკუსირებული ვარ მხოლოდ იანზე, მხოლოდ ის მხავს მიზანში აყვანილი. იცით, ერთ შეცდომამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს, გააზრებული მაქვს თუ რამდენად საშიში სპორტსმენია ის. ასე რომ იმედი მაქვს გავიმარჯვებ და როგორც შენ თქვი, დივიზიონს ბევრი პრეტენდენტი ყავს. გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნება შენი ზედიზედ მე-15 ტრიუმფი. მხოლოდ მახაჩევს და სილვას აქვს 1-11. როგორია ასეთ მებრძოლებთან გათანაბრება? ეს ჩემი ოცნება იყო და მართლა არ მეგონა ასე შორს თუ გავიდოდი, მაგრამ დღეს მე სულ წინ და წინ მივიწევ. ხდები ყოველდღე უკეთესი, ვამყარებ რეკორდებს და ეს ყველაფერი მაბედნიერებს. იანთან პირველ შეხვედრაში ბევრი უსიამოვნო მომენტი იყო, თუნდაც აწონვებზე ხელის კვრა. ეხლა რამე შეიცვალა? კი, წინა შეხვედრა ჩემთვის უფრო პირადული რამ იყო. ეხლა უფრო კონკურენცია არის. მასთან ბრძოლის მერე მიმოწერაც გქონდა. ვათვალიერებ ხოლმე მის ინსტაგრამს და იცით რა, ის კარგი მამა არის, ოჯახის კაცი და ასევე კარგი მებრძოლია. ერთადერთი პრობლემა იყო მისი ტრეშ-თოლკი, სადაც ის უპატივცემულოდ გვექცეოდა მე და ალჟროს. ეხლა კი ყველაფერი დასრულდა. ხელს ჩამოვართმევ და უსურვებ საუკეთესოს. იანმა იხუმრა, რომ შენ ტაილანდში რეალიტი შოუზე ჩასვლის შეგეშინდა და რატო არ წახვედი? შონ ომელისთან გამარჯვების შემდეგ ახალი ჩემპიონი ვიყავი, კი, ვაპირებდი ერთი პერიოდი ჩასვლას, მაგრამ გადავიფიქრე. რის მერეც ჩემი მეგობარი სტერლინგი ჩავიდა. რა თქმა უნდა, არ შემეშინდა. უბრალოდ საბოლოო ჯამში აღარ წავედი, რაღაც სიტუაციების გამო, იყო რაღაც ამბები. მაგრამ ორგანიზატორებმა ძალიან კარგი ფული შემომთავაზეს. ძნელი იყო ამ ხელა ფულზე უარის თქმა. ალჟო მიშოვა? არა, მე უფრო მეც ვთავაზობდნენ. ალჟომ უბრალოდ მიშველა და ჩემს მაგივრად წავიდა. ვიცით, რომ საქართველოს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გინდა UFC-ს ჩაყვანა იქ. მაინტერესებს, გაქვს რამე გეგმები მომავალში ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა, განვითარება? რა თქმა უნდა, მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყნის განვითარებას ყოველთვის შეუწყობ ხელს. ყოველთვის ვცდილობ ქართველ MMA მებრძოლებს გვერდში დავუდგე. დავეხმარო UFC-ში მოხვედრაში. ეხლაც რამოდენიმე პროექტზე ვმუშაობ და მალე კარგი ამბებით დაგიბრუნდებით. რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოს და სპორტსმენებს ყოველთვის დავეხმარებ. როგორც ხედავთ, დვალიშვილი დატენილია, მზად არის ბრძოლისთვის, მთელი საქართველო მას ვქომაგობთ და დარწმუნებული ვარ 7 დეკემბერს მის გამარჯვებას მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავხადო დონატორებს, რომლებაც წინაზე არხის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ეს მე დიდ მოტივაციას მაძლევს, რადგან ამას ვაკეთებ მე ჩემი ენთუზიაზმით და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა ამ საქმეს ასე გიფასებენ მაყურებლები. დვალიშვილს კი უსურვებ გამარჯვებას, რეკორდის მოხსნას, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.